ცისკრის ბოლოს, ცისკრის სახურების ბოლოს თქვენ ისეთ რომ იკითხება მოკლე აღმოიკითხავს მე დავითე მოკლე შინაარს წაკითხული სახარების. სახარება წავიკითხეს დღეს იოანეს თავისაგან, როდესაც უფალი პეტრე მოციქულს ეკითხება, სამჯერ ეკითხება, პეტრე იონასო, პეტრე იონასზე იყო და პეტრე იონასო გიყვარმეა უფრო ამაზე უფრო გიყვარვარო სხვა მოციქულებზე უფრო? როგორი შეკითხვა ეხლა თითქოს აი რატო უნდა დაესვა ეს შეკითხვა უფალს? აი დედამ რო კითხოს შვილებს რომ აბა შენ გიყვარვარ მე იმაზე უფრო რაღაც ეგეთი შეკითხვა არის და პეტრე მოციქულიც ალბათ მასაც რაღაც შეკითხვა გაუჩნდებოდა რომ რატომ ეკითხებაო ამასო და არ იცოდა რატო ეკითხებოდა და მერე წმინდა მამები განმარტავენ ამას რომ აი სამგზის კითხა უფალმა პეტრე მოციქულს თუ გიყვარვარო და პეტრემ დაამოწმა მისი სიყვარული და ამით მისი სამგზის უარყოფა ესე რომ ვთქვათ შეუნდო უფალმა წინასწარ და წინასწარ რა თქმა უნდა მისი სინანულის ნიადაგზე და მერე ვკითხულობთ აი აღმოიკითხავს მე დავითე განმანათლებელს რომელიც სახარების მოკლე შინაარსია და ესეთ სიტყვები არის მოკლედ იხსენებს აი ამ სახარების მოკლე შინაარსს რომ სამგზის კითხეო პეტრესო და დაამოწმაო და მერე ამბობს საკვირველთ მოქმედო ღმერთო სიბრძნით გამგებელო ყოველთაო სიბრძნით გამგებელო ყოველთაო ესე იგი ჩვენ უნდა ვიცოდეთ რომ უფალი თითოეული ადამიანის ცხოვრებას განაგებს და ისე განაგებს საკვირველთ მოქმედად რომ ჩვენ ვერ მივხვდებით ამას ხანდახან მიუშვებს ხანდახან დაუშვებს რომ ადამიანი რაღაც ცოდვაში ჩავარდეს მერე რაღაცნაირად აღვირიც მის ხელშია სიყვარულით მოქმედებაც მის ხელშია ესე იგი წყალობაც მის ხელშია სამართალის მის ხელშია სიმკაცრეს მის ხელშია ყველაფერი მის ხელშია და აი ამ ყველაფრით უფალი განაგებს ჩვენ ცხოვრებას ეხლა რა იყო პეტრე მოციქული უფალი უყურებდა რა იუდაც იცოდა რომ გასცემდა პეტრეც იცოდა რომ გასცემდა ყველა უფალი ყოვლად ბრძენი არის ყოვლისწოდე ყოვლად მეცნიერი ეს დოგმატური თვისება უფლის ანუ ადამიანს რო უყურებს მისი ყველაფერი იცის უფლისთვის დრო არ არის წარსული აწმო მომავალი უფალი დროის მიღმა არის და იერემია წინასწარმეტყველი ამბობს რომ შენ რომ მიცოდიო მეო სანამ დედის მუცელში მოხვდებოდიო დედის მუცლიდან გაუმირჩიაო მეო პავლე მოციქული ანუ უყურეთ რა ხდება ესე იგი ჩვენ უნდა ვიცოდეთ რომ ხო პეტრე მოციქული ხო უნდა იცოდა უფალმა რომ გასცემდა ხო და სამგზის ეკითხება გიყვარვა რომ მეო პეტრე მართლა განა არ უყვარდა პეტრე მოციქულს ისე უყვარდა რომ გახსოვთ აი სერობის დროს იქ რომ ერთი თქვენგანი მიმცემსო მეო რომ ამბობს უფალი და მერე იოანე ღვთისმეტყველი მიეყნობა მკერდზე და ეუბნება ვინ არისო პეტრე ეუბნება იოანეს რომ აბა კითხეო ვიზე ამბობსო და იოანე მიეყნობა და იოანეს ეუბნება რომ რომელიცო ჩამოყოფსო ჩემთანო პინაკშიო ის არისო მაგრამ მერე წმინდა იოანე ოქროპირი ამბობს რა უთხრაო პეტრეს უთხრაო იოანემ გაიგო ვინც იყო მაგრამ პეტრეს უთხრაო და ამბობს რომ არაო არ ეტყოდაო იმიტომ რომ რო ეთქვაო პეტრესთვისო პეტრეს ისე მხურვალედ უყვარდაო უფალიო რომ მოკლავდა იუდას იხდით განა არ უყვარდა უფალი უსაზღროდ უყვარდა უზომოდ უყვარდა მაგრამ შეშინდა გასცა და უფალი აი ამ უძლურებას ნახე როგორ სასიკეთოდ შემოაბრუნებს პეტრე მოციქული ორლესული מחვილივით იყო მერე უკვე რომ დაიფანტენ მოციქულები და მერე რაღაცა რომ შეიკრიბენ იპოვეს ერთმანეთი პირველი პეტრემ ამოიღო ხმა პეტრემი დაიწყო პირველი აი ყველაფერში პირველი იყო მაგრამ ეს მოუვიდა მაგრამ რომ მოუვიდა ესე იგი
მისი სიყვარულის საფუძველზე გასცა, გამცემი იყო, მაგრამ მისი სიყვარულის საფუძველზე, აი, რითი არწმუნებს მეთქი, აი, რისი თქმა მინდა ბოლო-ბოლო რომ ღმერთი ადამიანს რაღაცას რითი არწმუნებს, რა გვაქვს ჩვენ? ერთადერთი, აი, თუ შენ გიყვარს უფალი, ხო? არწმუნა სამწყსო თავისი. ოღონდ აქ ყურადღება იმაზე არის კიდე გამახვილებული, რომ პეტრევო, გიყვარო, მეო, გიყვარვარო? კი მიყვარხარო. აძოენ კრავნი ჩემნი, ეუბნება. ანუ ჩემი კრავებია ეს. დამწყსენ ცხოვარნი ჩემნი, ეუბნება. მიხდი? აი მე თუ გიყვარვარ, აჰა, ჩემი, მეტი არაფერს არ ითხოვს. მიხდით? და ნებისმიერ შემთხვევაში შენ დედა ხარ, მამა ხარ, რაღაც ორგანიზაციას ხელმძღვანელობ, რაღაც ისინი, ვინც შენ გექვემდებარება, შენ უნდა იცოდე, რომ ისინი ქრისტესები არიან. მით უმეტეს ეს ეხება, რა თქმა უნდა, ეკლესიის სამწყსოს და ეკლესიის წინამძღვარს. ხო და აი ერთადერთი რაც უფალმა მოიკითხა ჩვენგან, ხო, აი კიდე ერთხელ ვამბობ, არა მარტო ეკლესიის წინამძღვარს, საერთოდ შენ არ არსებობს ადამიანი რაღაცა გარწმუნა ღმერთმა, რაღაცა, ბოლო-ბოლო რაღაცა შენ ვიღაცა გარწმუნა, მაგრამ შენ უნდა იცოდე, რომ ის ქრისტესია. და ერთადერთი რიცით შენ გეძლევა მადლი, რომ დამწყსო შენ ის ქრისტეს, ეს არის ის, რომ შენ უნდა გიყვარდეს ქრისტე. და დიდია უფალი ჩვენი, დიდია მისი განგებულება და ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში უფალი განაგებს. ერთადერთი, რასაც უფალი არ განაგებს, ეს არის ჩვენი თავისუფალი ნება. მე მინდა გავაკეთებ, არ მინდა არ გავაკეთებ. აი წარმოგიდგენთ, ყველაზე სისასტიკე რაც კი შეიძლება ადამიანმა ჩაიდინოს მაგალითად, ხო, ეს არის ის, რომ საკუთარ წიაღში მოკლას თავისი შვილი, მაგრამ ღმერთი აქ არ ერევა. რატო არ ერევა? იმიტომ რომ ღმერთმა ადამიანის შექმნა თავისუფალი. მაშინ თავისუფალი აღარ იქნება ადამიანი. და ვიცოდეთ ჩვენ, რომ ჩვენგან ღმერთი ელოდება სინანულს. ჩვენგან ღმერთი ელოდება იმას, რომ გავიაზროთ ეს ყველაფერი ჩვენ, რომ უფალი განაგებ ჩვენ ცხოვრებას, ყოველთვის ჩვენთან არის უფალი. აბა ესეთი ადამიანი, რომ იქ რომ მიწა არ იხსნება და რო არ ვარდება ამ მიწაში და რო არ ინთქმება, ეს არ არის ღვთისასწაული? მითხარით ერთი. იქ იყო უფალი, უყურებს ამას ყველაფერს, მაგრამ სულ გძელებს უფალი. და გელოდება, როდის გაიღვიძებ ჩვენში უფლის სიყვარული, სინანული და როდის მოვალ ჩვენ ეკლესიაში და როდის შევდგებით უფალს და როდის მოხვდებით მის სამწყსოში, როგორც თვითონ ამბობს, მის კრავთა შორის და მერე იქნება უფალმა სად აღგამაღლოს შენ არის. უფალი სკორეთაგან აღამაღლებს, სკორე ხო ისეთ რაც არის. ფსალმოში წერია, უფალი სკორეთაგან აღამაღლებს და დაასვამს თავართა თანა ერისათვის ისად. ესეთია უფალი. ოღონდ შეიყვარე, ოღონდ მოდი და მერე დანარჩენი ისეთი რაღაცები მოხდება შენს თავს, რომ პეტრესაც გაუკვირდა, იცით, ერთ-ერთ მუხლში წერია, პეტრე ეუბნება, ეხლა მე მოციქულად დამტოვებო თუ წავიდე ისე თევზაობა გავაგრძელო და გაუკვირდა. მოციქულთა თავთა შორის შერაცხავ. მოციქული კი არა, თავ, აი ნახეთ, აი მოციქულთა თავნი არიან პეტრე და პავლე. ხო, ორივეს ისეთი წარსული აქვს და ეს უნდა ჩვენ უნდა ამაზე უნდა ვიფიქროთ, ამას უნდა ჩაუღრმავდეთ, ამაზე უნდა ამ სიდიადეზე უნდა დავფიქრდეთ ჩვენ და უნდა გავიგოთ როგორი დიდია უფალი და მერთმა ინებოს რომ ჩვენს გულებს შეეხოს უფლის სიყვარული და ჩვენს შეგვეძლოს. აი ესეთი ბოლოს გაბრაზდა, იცით? მესამედ რო კითხა, შესწუხნა პეტრევო, ანუ გაბრაზდა, შეწუხდიო რა, მესამეჯერ მეკითხებელი. შენ ხო იცი რომ მიყვარხარ? კი არ უთხრა, კიო, მესამედ. ნახე როგორი კადნიერი იყო, წარმოიდგინეთ რა, შენ ადამიანს რო უნები რა. კაი, რას მეკითხები რა, ეხა ხო იცი ეხა შენ? ასე გაკადნიერდა უთხრა. ხო იცი შენ რომ მიყვარხარ? ხო და
ჩვენც უნდა შევეცადოთ. იცით რა არის, ყველაფერი ლოცვით მოდის. ჩვენ ხანდახან ძალიან ისეთ რაღაცებს ბევრი მოდის ხოლმე ეკლესიაში და კითხულობს, აი, ამისთვის რა ვილოცო, იმისთვის რა ვილოცო. ყველაზე კარგი რჩევა რა არის, იცი? რა გჭირდება შენ? მიდი უთხარი, უფალო. აი, მაგალითად, საჭმელი არ მაქვს. არ მოგცემს? უთხარი, რომ სინანული არ მაქვს, უფალო. მომეცი. აი, როცა შენ სულიერს თქო, სიყვარული არ მაქვს, სინანული არ მაქვს, ცოდვათა განცდა არ მაქვს, როცა ესეთ რამეს ითხოვ შენ, ღმერთი არავითარ შემთხვევაში არ დაგტოვებს, მოგმადლებს, მაგრამ როცა შენ ათასებს და მილიონებს ითხოვ, შეიძლება არ მოგცეს. განა იმიტომ რომ შურ ენანება? არა, იმიტომ რომ ამ მილიონმა შენ შეიძლება ჯოჯოხეთის ფესტნელში ჩაგიყვანოს და იმას უყვარხარ. ამიტომ ჩვენ როცა სულიერს ვითხოვთ და ამ შემთხვევაში მე მინდა გითხრათ რომ ვითხოვოთ უფლისგან, რატომაც არა რომ მოდი გაავსე ჩემი, აი ესე რომ ვიკითხულობთ, აი ამისთვის რა ვილოცო, იმისთვის რა ვილოცო, მიდე უთხარი უფალო, აი цаრიელი ვარ შენი სიყვარულით. მოდი ჩემ გულში, აგე ნახე რეებია ჩემ გულში, აი სანაგვეთ არის ქცეული და მოდი გამისუფთავე ეს გული და მოდი შენ და შენი სიყვარულით აავსე. ესე ილოცე. რთული ლოცვა არ არის ასად დაწერილი, მაგრამ ღმერთი შენ გისმენს, შენ ბაგეებში გიყურებს და გისმენს. ამისთვის უნდა ვითხოვოთ ჩვენ. ახლა ამ შემთხვევაში პეტრე მოციქულს კიდევ ერთხელ ვამბობ. უზომოდ უყვარდა უფალი, მაგრამ ჩვენ გვიყვარს? აი ვკითხოთ ჩვენ თავს. გვიყვარს უფალი? არ გვიყვარს. არა, კი, ვამბობთ, ხო, აგერ რო ვართ, ესე იგი გვიყვარს, მაგრამ რამდენად რა დოზით არის? როგორ გვიყვარს უფალი? იქ წერია იოანე ღვთისმეტყველი ამბობს, რომ ესე იგი, ვისაც უყვარ იოანეს სახარებაში წერია, ვისაც მე უყვარო, რომ ჩემ ცნებებს დაიმარხავსო. ვასრულებ ჩვენ კი ქრისტეს ცნებებს, ესე იგი არ გვიყვარს ისე, როგორც უნდა გვიყვარს. ამიტომ ვითხოვოთ. რა არის მარტივად გასაკითხი, ხო? განა არ ვიცი ჩვენ და შენ და მე და ჩვენ ყველას გვაკლია რაღაცეები და რა უნდა ვქნათ? დავჭეთ უნდა ესე? არა, უნდა ვითხოვოთ. ვითხოვოთ უფლისგან და უფალი მოგცემს ამას. ამინ.